მეგობრებო, გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ გერმანიაში უნდა ვისწავლოთ რამდენიმე ზმნა, რამდენიმე ახალი სიტყვა და მერე ეს ზმნები და სიტყვები უნდა გამოვიყენოთ წინადადებებში. ესე იგი დღეს მოდით პირველ რიგში ჩვენ გვაქვს 4 ზმნა და მოდით ეს 4 ზმნა ვისწავლოთ. ჩვენი პირველი ზმნა ეს არის vereinbaren. Vereinbaren. Vereinbaren არის შეთანხმება, დანიშვნა, ჩანიშვნა, შეხვედრის. Vereinbaren. შემდეგი ჩვენი ზმნა ეს არის ändern. ändern არის შეცვლა. ändern შეცვლა. შემდეგი არის absagen. absagen არის გაუქმება. absagen გაუქმება. და მეოთხე ზმნა ეს არის verschieben. verschieben არის გადატანა. გადატანა, გადადება ან გადატანა სხვა დროისთვის. საქმის ან შეხვედრის გადატანა სხვა დროისთვის. ესე იგი 4 ზმნა გვაქვს. პირველი რომელია vereinbaren. vereinbaren ეს არის შეხვედრის დანიშვნა, შეხვედრის ჩანიშვნა, ეს არის შეთანხმება. შემდეგი არის ändern, ändern ან შეცვლა. შემდეგი არის absagen, absagen გაუქმება და მეოთხე ჩვენი ზმნა ეს არის verschieben, ანუ გადატანა სხვა დროისთვის. ახლა მოდით წავიკითხოთ წინადადებები, სადაც აი ეს ზმნები იქნება გამოყენებული და თან გადავთარგმნოთ ჩვენი წინადადებები, რომ უკეთესად გავიგოთ, უკეთესად დავიმახსოვროთ ჩვენი დღევანდელი აი ეს 4 ზმნა. წავიკითხოთ ჩვენი პირველი მაგალითი. Ich möchte den Termin bitte verschieben. Ich möchte den Termin bitte verschieben. ეს ნიშნავს, რომ მე მინდა თუ შეიძლება მე მსურს შეხვედრის გადადება ან გადატანა სხვა დროისთვის. Ich möchte ამ შემთხვევაში ნიშნავს მე მინდა, მე მსურს, möchten არის მოდალური ზმნა, ამიტომაც როგორც ხედავთ ჩვენი მთავარი ზმნა verschieben გადატანა არის ბოლოში გამოყენებული, რადგან ჩვენ ვიცით რომ როდესაც წინადებაში გვაქვს მოდალური ზმნა გამოყენებული, მოდალური ზმნის მერე მეორე ზმნის მთავარი ფორმა გამოიყენება წინადადების ბოლოში. ამიტომაც ich möchte den Termin არის შეხვედრა, bitte თუ შეიძლება verschieben. ანუ თუ შეიძლება მე მინდა, მე მსურს შეხვედრის სხვა დროისთვის გადატანა. ეს იყო ჩვენი პირველი მაგალითი და მოდით ახლა წავიკითხოთ მეორე. Ich muss den Termin absagen. Ich muss, ანუ მე უნდა den Termin შეხვედრა absagen გაუქმება, ხო? ანუ მე უნდა გავაუქმო შეხვედრა. შეხვედრა უნდა გავაუქმო. Ich muss akats. Ich muss ეს არის მოდალური ზმნა müssen. თუ გახსოვთ, რომელიც ჩვენ მასწავლი გვაქვს, რა თქმა უნდა, მოდალური ზმნა müssen, რომელიც ვალდებულებას გამოხატავს და ქართულად თარგმნება როგორც უნდა, მისი უღლება ich muss, ანუ მე უნდა den Termin შეხვედრა absagen ხომ არის გაუქმება. ესე იგი მე უნდა გავაუქმო შეხვედრა, შეხვედრა უნდა გავაუქმო. ეს იყო ჩვენი მეორე მაგალითი და ახლა მოდით წავიკითხოთ შემდეგი, ანუ მესამე წინადადება. Ich möchte den Termin absagen. ამ შემთხვევაში უკვე ich möchte, ანუ მე მინდა, მე მსურს den Termin შეხვედრის absagen გაუქმება. Ich möchte den Termin absagen. მე მსურს შეხვედრის გაუქმება. აქაც როგორც ხედავთ, möchten, müssen, ყველა ეს ზმნა არის მოდალური ზმნა, ამიტომაც დააკვირდით absagen ორივე ამ წინადებაში ბოლოში იყო გამოყენებული. კარგით, გადავდივართ მეოთხე მაგალითზე. Ich habe heute einen Termin beim Arzt. Ich habe, ანუ მე მაქვს heute დღეს einen Termin შეხვედრა beim Arzt ექიმთან. ესე იგი დღეს ექიმთან შეხვედრა მაქვს. Ich habe heute einen Termin beim Arzt. დღეს ექიმთან შეხვედრა მაქვს. Meine Hand tut weh, ხელი მტკივა. Meine Hand tut weh, ეს ამ წინადების გაგრძელება რა თქმა უნდა. Meine Hand tut weh, ანუ ხელი მტკივა. გახსოვთ ხო ჩვენ სხეულის ნაწილები, როდესაც ვისწავლეთ გერმანულში, ვისწავლეთ რომ ხელი ეს გერმანულად არის die Hand. Die Hand ხელი და meine Hand ანუ ჩემი ხელი. Tut weh ვიცით რომ ეს მტკივის ნიშნავს, ამ შემთხვევაში meine Hand tut weh, ანუ ხელი მტკივა. ესე იგი ახლა თავიდან კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს წინადადება. Ich habe heute einen Termin beim Arzt. ესე იგი დღეს მე შეხვედრა მაქვს დანიშნულია ექიმთან. Meine Hand tut weh, ხელი მტკივა. შემდეგი მაგალითი წავიკითხოთ. Ich habe am Donnerstag einen Termin beim Arzt. Ich habe, ანუ მე მაქვს am Donnerstag ხუთშაბათს, Donnerstag არის ხუთშაბათი და კვირის დღეებთან წინადებაში, როდესაც ვამბობთ ხუთშაბათს, პარასკევს, მაგ შემთხვევაში კვირის დღეებთან გამოიყენება წინდებული am
დააკვირდით am Donnerstag, ანუ ხუთშაბათს, ich habe, მე მაქვს am Donnerstag, ხუთშაბათს, einen Termin, შეხვედრა beim Arzt, ექიმთან. Beim Arzt ნიშნავს ექიმთან. ესე იგი, ich habe am Donnerstag einen Termin beim Arzt. Ich habe am Donnerstag einen Termin beim Arzt. მე მაქვს ხუთშაბათს შეხვედრა ექიმთან. მის გაგრძელებას ვკითხულობ, ich möchte den Termin auf Freitag verschieben. Ich möchte den Termin auf Freitag verschieben. ესე იგი, მე მსურსო den Termin შეხვედრის auf Freitag, არასკევისთვის verschieben, გადატანა. არასკევი დღისთვის, ანუ არასკევისთვის გადატანა მსურს შეხვედრის. Ich möchte den Termin auf Freitag verschieben. ესე იგი, ამ ადამიანს ხუთშაბათს აქვს შეხვედრა ჩანიშნული, მაგრამ უნდა რომ ის შეხვედრა გადაიტანოს პარასკევისთვის. ესე იგი, ich habe am Donnerstag einen Termin beim Arzt. ანუ მე მაქვს ხუთშაბათს შეხვედრა ექიმთან. Ich möchte den Termin auf Freitag verschieben. მე მინდა შეხვედრის გადატანა პარასკევისთვის. Verschieben ხომ არის გადატანა. Ich möchte den Termin auf Freitag verschieben. კარგით, შემდეგ მაგალითზე გადავდივართ, შემდეგი წავეკითხოთ. Ich habe heute einen Termin beim Arzt. ანუ მე დღეს მაქვს შეხვედრა ექიმთან. Ich habe heute einen Termin beim Arzt. დღეს მაქვს შეხვედრა ექიმთან. Meine Hand tut aber nicht mehr weh. Meine Hand tut aber nicht mehr weh. ნიშნავს რომ მაგრამ ხელი აღარ მტკივა. ნახეთ, meine Hand tut weh ნიშნავს ხელი მტკივა. Meine Hand tut aber nicht mehr weh ნიშნავს ხელი აღარ მტკივა. Nicht mehr weh ნიშნავს აღარ მტკივა. Ich möchte nicht gehen, წასვლა არ მინდა. ამიტომაც წასვლა არ მინდა, ანუ ექიმთან წასვლა არ მინდა. თავიდან მოდით წავიკითხოთ ესე იგი ეს მაგალითი. Ich habe heute einen Termin beim Arzt. Ich habe heute einen Termin beim Arzt. Meine Hand tut aber nicht mehr weh. Meine Hand tut aber nicht mehr weh. Ich möchte nicht gehen. ესე იგი, დღეს ექიმთან შეხვედრა მაქვს ჩანიშნული, მაგრამ ხელი აღარ მტკივა და წასვლა არ მინდა. აი ესე. შემდეგ მაგალითზე გადავდივართ, ესე იგი, ich habe morgen einen Termin. Ich habe morgen einen Termin ნიშნავს მე ხვალ შეხვედრა მაქვს. Kann ich bitte heute kommen? შეიძლება დღეს მოვიდე. Kann ich bitte heute kommen? ნიშნავს შეიძლება დღეს მოვიდე. Es ist dringend, სასწრაფოა. ესე იგი, ეს მაგალითიც მოდით კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. Ich habe morgen einen Termin. Ich habe morgen einen Termin. Kann ich bitte heute kommen? Es ist dringend. ესე იგი, ხვალ მე შეხვედრა მაქვს. შეიძლება დღეს მოვიდე. სასწრაფოა.